წარმოიდგინეთ ცხოვრებას, სადაც ისეთი მარტივი ქმედებები, როგორიცაა ჭამა ან ბანაობა, ყოველდღიურ ბრძოლად იქცევა. ათასობით ისრაელელისთვის ეს წარმოსახვა კი არა, მწარე რეალობაა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ჩუმ კრიზისზე, რომელიც ჩვენს ხანდაზმულ მოსახლეობას აწუხებს, დამოუკიდებლობისა და ღირსების კრიზისზე. გაიგეთ, რატომ არის ამ კრიზისის მოგვარება არა მხოლოდ მოვალეობა, არამედ გონივრული ინვესტიცია. ისრაელის ხანდაზმულები ყოველდღიურად აწყდებიან ერთი შეხედვით მარტივ გამოწვევებს: ჭამა, ბანაობა, ჩაცმა და პირადი ჰიგიენის დაცვა. ბევრისთვის ეს ძირითადი აქტივობები რთულ ამოცანად იქცევა, რომელიც მუდმივ დახმარებას მოითხოვს. ხშირად ეს დახმარება მათ დამოუკიდებლობისა და პირადი ღირსების გრძნობასაც კი უქვეითებს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ცხოვრება მთლიანად სხვის ხელშია, თუნდაც ყველაზე კეთილი განზრახვის მქონე ადამიანის. ეს ტვირთი არა მხოლოდ ფიზიკურია, არამედ ფსიქოლოგიურიც. თუმცა ფიზიკური სირთულის მიღმა არსებობს მძიმე ეკონომიკური რეალობაც. ჩვენი ხანდაზმულების დიდი ნაწილი დაბალი შემოსავლით ცხოვრობს და ზოგჯერ ძირითადად ინვალიდობის შეღავათებზეა დამოკიდებული. შედეგად მოწინავე გადაწყვეტილებები, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ მათი ცხოვრების ხარისხი, მაგალითად, თერაპიული რობოტები, მათი უმეტესობისთვის მიუწვდომელი რჩება. ეს ჰგავს ხარისხიანი წამლის არსებობას, რომელიც მხოლოდ მდიდრებისთვის არის ხელმისაწვდომი. და ეს ნამდვილად სამარცხვინოა, რადგან თერაპიული რობოტები არ არის ფუფუნება, ისინი რეალობის შემცვლელი გამოსავალია. მათ შეუძლიათ შეამსუბუქონ დატვირთვა საექნო ინდუსტრიაში, შეამცირონ სამუშაო ძალის დეფიციტი და, რაც მთავარია, ხანდაზმულებს დაუბრუნონ დამოუკიდებლობა, უსაფრთხოება და თავისუფლება ყოველდღიური რუტინის მართვაში. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც ადამიანებს ღირსეული ცხოვრების უნარს უბრუნებს. წარმოიდგინეთ რობოტი, რომელიც ეხმარება თქვენს მშობელს ადგეს საწოლიდან, მიირთვას დამოუკიდებლად, ან შეინარჩუნოს პირადი ჰიგიენა, თქვენი მუდმივი ჩარევის გარეშე. ეს არის დამოუკიდებლობა, რომელიც ყოველდღიურად გროვდება და უდიდეს განსხვავებას ქმნის. დროა შევცვალოთ დამოუკიდებულება. მოწინავე თერაპიული გადაწყვეტილებების, კერძოდ კი თერაპიული რობოტების, ჯანდაცვის კალათაში შეტანა არა მხოლოდ სწორი სოციალური ნაბიჯია, არამედ ჭკვიანური ინვესტიციაა ჯანდაცვის სისტემაში და საზოგადოებაში მთლიანობაში. ამ გზით ჩვენ შეგვიძლია უზრუნველყოთ, რომ ცხოვრების ხარისხის გადამრჩენი ტექნოლოგია არ იქნება მხოლოდ რჩეულთა პრეროგატივა, არამედ ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება. რადგან დამოუკიდებლობა, ღირსება და ცხოვრების ხარისხი არ არის პრივილეგია. ეს არის ძირითადი უფლება. არ გამოტოვოთ ჩვენი შემდეგი ვიდეო ჯანდაცვის ინოვაციების შესახებ.